სწორედ კინოთეატრში თბილისის დოკუმენტური ფილმების ფესტივალი გაიხსნა. სინედოკამ სახელწოდების ფესტივალი 15-20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. მაყურებელი საერთაშორისო და ქართულ დოკუმენტურ ფილმებს იხილავს. 5დღიანი პროგრამა 5 სექციისგან შედგება და სხვადასხვა ჟანრის ფილმებს მოიცავს. ჩვენებები კინოთეატრებში რუსთაველი, ამირანი და ქოლკა გაიმართება. ძალიან ბევრი ისტორია ჩამოსული, უცხოელები არიან კავკასიაში, მომუშავე რეჟისორები ჩამოსული არიან, ასევე ქართული პანორამა არის და ძალიან მრავალფეროვანი სახე მივეცეთ ამ ფესტივალს. ეს იქნება ინტერაქტიული ფესტივალი, სადაც ხალხი შეიძლება ხავს რომ უშუალოდ ესაუბრონ ავტორებს, მის ავტორებს. ეს არის პირველი ფესტივალი კავკასიაში, ძალიან მნიშვნელოვანი არის, არაჩვეულებრივი პროგრამა არის წარმოდგენილი, ძალიან ბევრი კარგი ფილმი იყო გადაღებული ამ წლების განმავლობაში და სამწუხაროდ ქართული მაყურებელმა ვერ მოახერხა მათი ნახვა. ქართულ კინომოყვარულებს ნამდვილად ძალიან საინტერესო 6 დღეელით წინ ძალიან საინტერესო სექციებია წარმოდგენილი ფესტივალის განმავლობაში, როგორც საბავშვო, ასევე დოკუმენტური ფილმის მრავალფეროვნების კუთხით ძალიან ბევრი საინტერესო ქვეყანაა წარმოდგენილი, ასე რომ წარმატებებს უსურვებ ფესტივალს, რომელიც პირველ ნაბიჯებს გამხდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად დაიმკვიდრებს თავს კავკასიის რეგიონში, ჩვენს დედაქალაქში.